მოგესალმებით, პატრიცემულო ტელემაყურებლებო. მინდა შემოგთავაზოთ საკითხთა გარკვეული წრე, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება. როგორი იქნება საქართველო ხვალ 5, 10, 20 წლის შემდეგ? რა უნდა გაკეთდეს მისი განვითარებისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად? როგორი იქნება საერთაშორისო პროცესები საქართველოსთან დაკავშირებით? როგორი იქნება ხასიათი და ხარისხი საქართველოს ჩართულობისა სხვადასხვა მოვლენებსა და ზოგად საკაცობრიო პროცესებში? 20 წელი გვაშორებს ჩვენ იმ პერიოდს საქართველოს საბჭოს მიერ იქნა მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 20 წელია საქართველოს ცხოვრობს დამოუკიდებელი და კაცმა რომ თქვას ძალიან რთული ცხოვრებით. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა ყველას კარგად მოგეხსენებათ. მდგომარეობა არ არის ქვეყანაში მარტივი, ბევრი ფაქტორის გამო. მოსახლეობას გააჩნია სრულიად დასაბუთებული და ბუნებრივი პრეტენზიები არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, საერთოდ საქართველოში არსებული ყველა ამ 20 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების მიმართ, რომლებმაც ალბათ სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამოც ვერ მონახეს ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც გამოიწვევდნენ საქართველოს როგორც ჭეშმარიტ და დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებას, მისი მეურნეობის სწორედ წარმართვას და აქედან გამომდინარე მოსახლეობის ისეთ მდგომარეობაში ცხოვრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად რომ ეკადრება. ძალიან ხშირად გვეკითხებიან და ერთმანეთშიც მეგობრები, კოლეგები საუბრობთ იმის თაობაზე, რა არის დღეს მთავარი საქართველოში. რა უნდა გახდეს ნამდვილი პრიორიტეტები ხელისუფლებისათვის, მთავრობისათვის, რათა განვითარება ქვეყნის სწორი მიმართულებით წარიმართოს. ხომ არ დაკარგა საქართველომ, ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ დაკარგა საქართველომ ის ადგილი, რომელიც მას გააჩნდა თუნდაც ამიერკავკასიაში. მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად საქართველოს ამიერკავკასიის ცენტრადაც მოიხსენიებდნენ. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სასურველი ქვეყანა, არა მარტო ქართველებისთვის და მისი მოსახლეობისთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისათვის, რომ განავითაროს საქართველოში ქართველებთან ერთად ან დამოუკიდებელი სულაც საქმიანობა, ბიზნესი, სულაც რომ ტურისტად ჩამოვიდეს საქართველოში. რამდენიმე ხნის წინ ეს იყო გაზაფხულზე, ამ წლის გაზაფხულზე, გარკვეულმა წრემ კოლეგების, თანამოაზრეების, მათ შორის ექსპერტებიც იყვნენ საკმაოდ სახელოვანი და ცნობილი ექსპერტები, განვიზრახეთ, დავისახეთ მიზნად ამ საკითხებზე, რაზედაც მოგახსენეთ, გარკვეული სქემების, გეგმების და პროგრამების შემუშავება. დავისხეთ იმით, რომ ჩავთვალეთ აუცილებლად საქართველოს სადღეისო მდგომარეობის სერიოზული ანალიზი და დაანგარიშება თუ დათვლა თუ ჩამოთვლა იმის, რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს
მომავალი საქმიანობის სწორედ და შედეგიანად წარმართვისათვის, სამეურნეო საქმიანობის, პოლიტიკური საქმიანობის და ასე შემდეგ. შედგა დოკუმენტი, რომელსაც დაერქვა საქართველოს 2009. შევეცადეთ ამ დოკუმენტში, ამ კვლევაში, უბრალოდ მოგვეყვანა ყველა ის დაგვიფიქსირებინა დღევანდელი საქართველოს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების წესი, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. დაგვიანალიზებინა განვითარების ტენდენციები და ასე შემდეგ. სხვათა შორის ამ ნაშრომის გამოცემის შემდეგ და ხელმისაწვდომობა მისი უზრუნველყოფილი იყო თუნდაც რამდენიმე საიტზე დადებით. ძალიან ბევრი დაგვიკავშირდა და გარკვეული პრეტენზიები თუ არა, ყოველ შემთხვევაში კითხვები გადმოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეს რაც ამ ნაშრომში მოცემულია, ეს ყველაფერი არის სწორი და ზუსტი. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვეყნობოდით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოფიციალური ორგანოების, საქსტატის, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს. რა თქმა უნდა, დასკვნებს ვაკეთებდით შეძლების დაგვარად ობიექტურს და კვალიფიციურს. გარკვეული პროგნოზების გაკეთდა იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში სადღეისოდ არსებობს. და საქართველოს ეკონომიკაში რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამას დიდი კვლევაც ალბათ არ სჭირდება. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ და მხოლოდ. მოგეხსენებათ დღეს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ისეთ დარგზე, როგორც არის ტურიზმი. უთუოდ ტურიზმი საქართველოსთვის უკიდურესად საინტერესო მნიშვნელოვანი სფეროა და მისი განვითარება, რა თქმა უნდა, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, მისდამი პოზიტიური დამოკიდებულების ამაღლებას და ყველაფერთან ერთად გარკვეულწილად შეიტანს საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მაგრამ საქმე ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც განვითარებული იყოს მხოლოდ ტურიზმის საფუძველზე, მრეწველობის განვითარების, სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. აქ მდგომარეობა არის ძალიან არასახარბიელო. ციფრები ყოველთვის უფრო მეტყველია ვიდრე მსჯელობა და ამიტომ რამდენიმე ციფრს მოგიყვანთ. საქართველოში დამუშავებულია მხოლოდ და მხოლოდ 200 წელს დამუშავდა 250 თუ 260,000 ჰექტარი მიწა. სოფლის მეურნეობაში, რომელიც არის გამოყენებული სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად. მაშინ როცა პოტენციალი არის თითქმის 4-ჯერ უფრო დიდი. და ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც საქართველოში ოდესმე დამუშავებულა, ეს იყო 800-820,000 ჰექტარი. კატასტროფულად არის შემცირებული საქართველოში მოსავლიანობა სხვადასხვა კულტურების. ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ისეთი ჩვენთვის ტრადიციული კულტურები, როგორც არის ჩაი, თამბაქო, პრაქტიკულად აღარ იწარმოება საქართველოში. არადა წლების განმავლობაში ამ ორ კულტურას შეჰქონდა ძალიან სერიოზული წვლილი ჩვენი შემოსავლების ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ყურებაში. ძალიან ძლიერი მდგომარეობა არის შექმნილი მრეწველობის სფეროში საერთოდ. იხსნება, რა თქმა უნდა, ახალი საწარმოები, მათ შორის ძალიან საინტერესო, მაგრამ დაიხურა და შეწყვიტა თავისი არსებობა გაცილებით მეტმა. მეორე საკითხი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მთლიანობაში მწარმოებლური სფეროების დარგების განვითარებას, მეორე საკითხი დაკავშირებულია
ისეთ კინეულ თემასთან, როგორც არის მოსახლეობის დასაქმება. დღეს ოფიციალური მონაცემები ჩვენ გვამცნობენ, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე არის 16%. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე და იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც და კრიტერიუმებითაც მიუდგები უმუშევრობის დაანგარიშებას. რეალურად საქართველოში უმუშევარი დღეს არის 60-65%, სულ მცირე შრომის უნარიანი მოსახლეობისა. ეს არამც თუ მაღალი მაჩვენებელი, ეს არის ისეთი მაჩვენებელი, რომელიც ალბათ ხელისუფლებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობის საგანგაშო მდგომარეობად შეფასების საფუძველი. არადა თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი გასულია საქართველოდან შრომის უნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია საქართველოდან და ვინც დარჩენილია, ისიც არ არის უზრუნველყოფილი სამუშაოთი. ეს არის ის ძირითადი საკითხი, საიდანაც უამრავი სხვა პრობლემა გამომდინარეობს. იცით თქვენ, რამდენად აქტუალურია, ნაპატიეთ რაღაც შეკითხვა შემოვიდა, რა ეშველება ფასებს, ტარიფებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ სრულყოფილი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. მალე კი ალბათ საერთოდ ფიზიკური არსებობის საკითხის დადგება ეჭქვეშ. სავსებით მართებული შეკითხვაა. ამ შეკითხვის დასმა ალბათ შეუძლია საქართველოში ცხოვრებთა 90%-ს. რაც შეეხება ფასებს და ტარიფებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ექსპერტმა, ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ საინტერესო მასალები გამოაქვეყნა თვალსაჩინო გაზეთ რეზონანსში. მისი დათვლით საშუალო ოჯახის 4-სულიანი ოჯახს თვეში სულ მცირე 700 ლარი ესაჭიროება, რომ თავი გაიტანოს, შეიძლება ასე ვთქვათ. და აი ამის ფონზე დღეს დილით იგივე გაზეთი რეზონანსი გადავშალე და არის ცნობები საქსტატის მიერ შესწორებული, კორექტირებული საარსებო მინიმუმის შესახებ მოთავსებული გაზეთში. გამოდის, რომ შრომის უნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი არის 100-145 ლარი. ხოლო საშუალო ოჯახის ქვეშ ალბათ იგულისხმება 4 კაციანი ოჯახი, 4-სულიანი ოჯახი. და 4-სულიან ოჯახმა თავი რო გაიტანოს 245 ლარია საკმარისი. იქვე მართალია აღნიშნულია, რომ მეთოდოლოგია ამ ციფრების დათვლის შეიძლება ოდნავ მოძველებულიც კი იყოს, მაგრამ ციფრები იმდენად დაშორებულია რეალობას, რომ ბუნებრივია ეჭვი შეგეპარება არა მარტო კვალიფიკაციაში, საქსტატში მომუშავე სპეციალისტებისა, რომლებიც ამ ციფრების ავტორები არიან, არამედ სერიოზულობაშიც კი, არა მარტო კვალიფიკაციაში. საქმე ისაა, რომ ზემოთ ნახსენები ნაკლები მასალა 700 ლართან დაკავშირებით. ისიც კი გვეჩვენება არც თუ დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, ამით ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებთ მისი ავტორის, ამ ციფრების ავტორის ბატონის ოსო არჩვაძის კვალიფიკაციას, მაგრამ ის ეთყობა მაქსიმალური მომჭირნეობით მიუდგა, რაღაც გარკვეული სტანდარტებით მიუდგა ამ ციფრებით, ამ მინიმუმის დათვლას. თუმცა სად 700 ლარი, სად 245 ლარი. ჩვენ თხოვეთ ჩვენს რამდენიმე კოლეგას ეკონომისტს
გამოცდილ პიროვნებებს, რომლებიც ჩახედულნი არიან საერთაშორისო მეთოდიკაში საომხმარებლო კალათის დათვლის, საარსებო მინიმუმის დათვლის და საქართველოს დღევანდელ რეალობაში 4 კაციანი ოჯახისთვის მათ გამოუვიდათ 1000-1100 ლარი. რასაკვირველია ეს ოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ სამწუხაროდ რეალური. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ საომხმარებლო კალათის დათვლის დროს ევროპაში მაგალითად გულისხმობენ სადღაც 350-დან 480-მდე პოზიციას, სასაქონლო პოზიციას. ესე სურსათს, არასასურსათო პროდუქტებს მომსახურებას და ასე შემდეგ. საქართველოში ითვლება საკმარისად 266 თვალწვდები პოზიცია სასაქონლო. და თანხა გამოდის იმდენად არარეალური ეგრეთ წოდებული საკმარისი თანხა არსებობისათვის, რომ რა თქმა უნდა დამაჯერებლობა მისი ნულს უახლოვდება. ესე იგი დოლარებში ეს გამოდის დაახლოებით $85 უნდა იყოს ერთ მამაკაცს, შრომისუნარიან მამაკაცს და 4 სულიან ოჯახს უნდა იყოს სადღაც $130-140 თვეში. ძალიან კარგი იქნებოდა ეს, რომ მართლაც ასე ყოფილიყო. მაშინ მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის იქნებოდა გაცილებით უკეთესი. ამასთან დაკავშირებით რახან კითხვა ასეთი დაისვა, ესე იგი საერთოდ ფიზიკური არსებობის საკითხის დადგება ეჭქვეში. ძალიან მძიმე ფრაზაა, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი. და დღეს ჩვენ თუ ვისაუბრებთ ხელისუფლების გინდა წინა ხელისუფლების, გინ დღევანდელი, გინ მომავალი ხელისუფლების პრიორიტეტებზე, ანუ იმაზე რა უნდა გაკეთდეს საქართველოში პირველ ყოვლისა, ალბათ სწორედ ეს საკითხი უნდა დგეს დღის წესრიგში. თავარია მოსახლეობა ფიზიკურად გადარჩეს და საშიშროება ამ მხრივ არის მართლაც ძალიან სერიოზული. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია ხარისხიანი და კვალიფიციური და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. თქვენ კარგად მოგხსენებათ, ოჯახი არ არსებობს საქართველოში, რომელსაც არ ესაჭიროება ექიმის დახმარება, მედიკამენტების შეძენა. უამრავი ძიმევანტყოფი არის სამწუხაროდ ჩვენ შორის მოხუცებული ადამიანი, ხანშესული ადამიანი, ინვალიდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ის რაც ჯანმრთელობის სფეროში ხდება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ გააქტიურდა სამედიცინო დაზღვევის სფერო, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აქ ტარიფებზეა ლაპარაკი და სწორედ რომ ტარიფები ალბათ იგულისხმება პირველ ყოვლისა, მე დარწმუნებული ვარ, არა მარტო ელექტროენერგიის და თქვათ მობილური კავშირის ტარიფები. იგულისხმება ის ძალიან ხშირად მიუწვდომელი ფასები, რაც საქართველოში განლაგებულ აფთიაქო ქსელში სადღეისოდ არსებობს. ბოლო ხანებში შემოვიდა ასეთი მეთოდი, ფანს დავარქმევდი უფრო, ეს ფანდია და არა მეთოდი. ეგრეთ წოდებული შეღავათების გაწევისა. ანუ თუ შეიძენ 20 ლარის და მეტი ღირებულების მედიკამენტებს იკეთებენ 20%-იან შეღავათს და გახდებინებენ 20%-ით ნაკლებს. ნაკლებად დამაჯერებელია ჭეშმარიტება ამ პროცედურისა. საქმე ისაა, რომ ბოლო ხანებში არა, მაგრამ წლის დასაწყისში იყო რამდენიმე კვლევა ჩატარებული, მათ შორის ჟურნალისტური კვლევაც მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით. ადარებდნენ ერთმანეთს ფასებს, რომლითაც სხვადასხვა დისტრიბუტორებს შემოაქვთ პრეპარატები, სამედიცინო პრეპარატები საქართველოში, იმ ფასებთან, რა ფასითაც ეს პრეპარატები იყიდება. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო რამ. ზოგიერთ პრეპარატზე 200, 300, 400%-ით იყო ფასი მომატებული. ანუ სიტყვაზე თუ 10 ლარად შემოაქვს პრეპარატი გარკვეული, ის იყიდება აფთიაქში 30 თუ 40 ლარად.
უფრო მეტსაც გეტყვით. ეს ასევე იყო გამოქვეყნებული ეს მასალები ძალიან საგულისხმო მასალაა, რომ საქართველოში წარმოებული ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი უცხოეთში, იგივე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, ღირს იმაზე ნაკლები, ვიდრე საქართველოში. მაშინ როცა მასზე მატება სომხეთში ჩასატანად ტრანსპორტირების ხარჯები, დისტრიბუციის ხარჯები, ალბათ გარკვეული საბაჟო გადასახადები, ან შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება პრეპარატი მეზობელ ქვეყანაში და უცხო ქვეყანაში ნებისმიერი პრეპარატი კი არა, საქონელი საერთოდ ღირდეს უფრო იაფი, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც ის იწარმოება. ესე იგი, ადგილი აქვს აქ მოსახლეობის ელემენტარულ გამოყენებას ზემოგებების მისაღებად. დასაკვირველია, არავინ ვერ წარმოიდგენს, რომ რომელიმე სფერო, მათ შორის მედიკამენტების წარმოების სფერო, სამედიცინო მომსახურების სფერო უნდა მუშაობდეს წაგებაზე. რა თქმა უნდა, ეს არ იგულისხმება, მაგრამ ლაპარაკი ის არის, რომ ლაპარაკი იმაზეა, რომ სახელმწიფო აკონტროლებელმა ორგანოებმა, საკანონმდებლო ორგანოებმა გაცილებით მეტი უნდა ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა მოგებებზეა ლაპარაკი. რამდენადაც ვიცით, ეს ბოლო ხანებში გავრცელდა ცნობები ამის შესახებ, ზოგიერთ ქვეყანაში, რუსეთში მათ შორის, უკრაინაში თუ არ ვცდები, ევროპის თაობაზე ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, ინფორმაცია არ გამაჩნია. დაწესდა ეგრეთ წოდებული სრული ფასები სამედიცინო პრეპარატების გარკვეულ ნუსხაზე. ანუ ის, რაც ესაჭიროება პრაქტიკულად ყველა ოჯახს. და საკმაოდ ვრცელი ნუსხაა, თუ არ ვცდები 200-250 დასახელების პრეპარატია. არ იყო ალბათ მარტივად გადასაწყვეტი ეს საკითხი. რადგან რეგულირება და საბაზრო ეკონომიკა ერთმანეთთან მიმართებაში ძალიან უმტკივნეულოდ ვერ იქნება. მაგრამ პირველ პლანზე ალბათ იყო გადატანილი ამ ქვეყნებში მოსახლეობის ინტერესები, მოსახლეობის გადახდის უნარიანობა. აქედან გამომდინარე, რადგან ლაპარაკი არის არა ფუფუნების საგანზე, არამედ უკიდურესი მნიშვნელობის, უკიდურესი საჭიროების პროდუქციაზე, როგორც არის სამლები. აი ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ალბათ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხებზე დაფიქრება მართებს და თუ არა მსგავსი რაღაც მაგვარი მეთოდებით მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება ამ საკითხში უნდა დადგეს ბლის წესრიგში. ტარიფებზე იყო ლაპარაკი და მე მაგ მოგახსენებთ კიდევაც, რომ ეთყობა მობილური კავშირის ტარიფებსაც გულისხმობენ და აქაც მოხდა ძალიან საინტერესო რამ საქართველოში. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, თქვა 9 წლის წინ თუ 1 წლის წინ, იყო გარკვეული ტარიფი. თუ არ ვცდები 29 თეთრი ესეთი საშუალო ტარიფი იყო ძირითად ოპერატორებში. როცა საზოგადოებაში დაიწყო ამ საკითხებზე სერიოზული საუბარი, კომპანიებმა გამონახეს თან მე მგონი ძალიან მარტივად უამრავი გზა სხვადასხვა კომპანიამ სხვადასხვა გზით, მაგრამ შეამცირეს ტარიფები და ძალიან არსებითად. ეხლა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს და ალბათ ვერც თქვენ დაიჯერებთ, რომ სხვადასხვა მობილურმა კომპანიებმა, ჯეოსელმა, აქტიკომმა, ბილაინმა უარი თქვეს მოგებაზე. მაგრამ იძულებული გახდნენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ზემოგებებზე ეთქვა თუ არის. შტაბ-ჭრილება ყოველ შემთხვევაში ასეთი რჩება. ეხლა მობილური კავშირი მოგეხსენებათ რა არის, ეს არ არის რაღაც ნედლეულის საფუძველზე შექმნილი პროდუქცია. რა შეიცვალა საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ? ელექტრომაგნიტური ტალღები რა სიჩქარეითაც ვრცელდებოდა, იმ სიჩქარით ვრცელდებიან ეხლაც. გარემო არ შეცვლილა. ესე იგი, უბრალოდ კარგმა მოგებებმა შეცვალეს ზემოგებები. ეს არის და ეს. მაგრამ დგება კითხვა. კი, მაგრამ ამდენ ხანს, ამდენ წლის განმავლობაში მობილური კავშირი საქართველოში თუ არ ვცდები არსებობს უკვე 15-16 წელიწადია. აი მანამდე რომ მოსახლეობა იხდიდა ამ უზარმაზარ თანხებს. ამას რა ვუყოთ?
ანუ ეს იგივეა, რომ მე რაღაც პროდუქციაში წლების განმავლობაში ვიხდი გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე უნდა ვიხდიდე, საბოლოო ჯამში მე გამოვთქვი პროტესტი და ეს თანხა გარკვეულად მე შემიმცირეს გადასახადის, მაგრამ მე ხო გადახდილი მაქვს უზარმაზარი თანხები მობილური კავშირის ტარიფებთან დაკავშირებით წინა წლებში. ამ საკითხს ამ შეკითხვას პასუხი ჭირდება და პასუხი არა მარტო საზოგადოების მხრიდან და დასვენა საზოგადოებრივი, არამედ მარეგულირებელი კომისიების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში შესწავლა ამ საკითხს ესაჭიროება. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და წერენ საქართველოს საგარეო ვალებზე. გვაინტერესებს თქვენი აზრი. რა არის იცით? ვალი ისეთი თემაა, რომელსაც ცხოვრებაში ვერავინ ვერ გაიქცევა ალბათ. ოჯახების დიდ რაოდენობას აქვს ვალები. პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე გააჩნია ვალი. ვალი თავისთავად უბედურება არ არის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის გზები და ის ამოცანები, რომლებიც ისახება ვალის ამღების მხრიდან ვალით აღებული სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო ვალი თუ არ გავაკეთოს მეხსიერება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ტოლპასია. შიგავალი ალბათ მილიარდი ნახევარი მეტი არ იქნება. ლარებში, დოლარებში არ მახსოვს უცებ, მაგრამ საგარეო ვალი 5 მილიარდ დოლარს უტოლდება. ეს არის საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 32-35%. ცოტა არ არის, რა თქმა უნდა. ვალი დასაბრუნებელია, უნდა დაბრუნდეს თუ დღევანდელი თაობების მიერ არა, ხვალინდელი თაობების, მომავალი თაობების მიერ. ერთ რამეზე კი უნდა შევთანხმდეთ, რომ ის ტენდენცია, რომელიც ხანდახან გამოჩნდება ხოლმე ზოგიერთ საუბრებში, რომ ვალებს ჩამოგვაწერენ, ბაპატიებენ, გვაჩუქებენ, ეს არის ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულება საერთოდ ვალის თემის მიმართ. არ არის გამორიცხული რასაკვირველია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა ან კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ვის მიმართაც გაგვაჩინია ვალი, რაღაც რესტრუქტურიზაცია მოახდინონ ვალების. ან და სულაც მოხდეს მართლაც გარკვეული ნაწილის ჩამოწერა ან ჩუქება, მაგრამ მიდგომა თავად ვალის მიმართ ძალიან არაჯანსაღია ასეთი მიდგომა. მე თუ არ ვცდები 2013 წლიდან იწყება ძალიან მძიმე პერიოდი საგარეო ვალების დაფარვის დარგში. დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს საქართველოს 2013 წელს ვალებიდან საგარეო ვალებიდან გამომდინარე. თანხა არის ძალიან დიდი. და ამ თანხას შექმნა ჭირდება, გამომუშავება ჭირდება. კი, რასაკვირველია, შეიძლება მავანი ფიქრობს, აი ახალ ვალებს ავიღებთ და ამ ახალი ვალების საშუალებით, რომლებიც იქნება შეღავათიანი, გრძელვადიანი, ძველ ვალებს გავისტუმრებ. მაგრამ ეს გამოსავალი რა თქმა უნდა არ არის. სხვათა შორის თვითონ ვალს იმდანაც დიდი მნიშვნელობა, თუნდაც ეკონომიკურ, საფინანსო ეკონომიკურ თვალსაზრისით არ გააჩნია, როგორც თანაფარდობას მთლიანი შიგა პროდუქტისა საგარეო ვალთან მიმართებაში. როგორც მოგახსენეთ, 30%-ია, 30-32%-ია საქართველოში საგარეო ვალი მთლიან შიგა პროდუქტთან შედარებით. ეს ნამდვილად არ არის კატასტროფული მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც ვალი არის 30% კი არა, 90, 100, 200, 400, 1000% და 3000%-იც. შეიძლება გავიკვირდეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანას, როგორც არის მაგალითად ირლანდია, ბოლო ხანებში არის იქ სერიოზული ეკონომიკური და საფინანსო პრობლემები, თორემ მანამდე ეს იყო ერთ-ერთი წინა წლებში ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა, არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში. და მაშინ ჰქონდა მას უკვე საგარეო ვალი ადჯერ
უფრო მეტი ვიდრე მთლიანი შიგა პროდუქტი. ნორმალური მდგომარეობა რა თქმა უნდა ეს არ არის, მაგრამ არსებობდა ირლანდიის მიმართ ნდობის ფაქტორი. ირლანდია იყო განვითარებული ქვეყანა, ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკით და მისთვის ვალის მიმცემისათვის საშიში არ ითვლებოდა. თუ არ ვხდები ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი უტოლდება მთლიანად მის შიგა პროდუქტს და ეს კოლოსალური ციფრია, დაახლოებით 12-13 ტრილიონი დოლარია. ამას აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანად, იმდენივე გააჩნია მას ვალი, მაგრამ აქაც მიუხედავად რიგი პრობლემებისა, ეს კატასტროფით ალბათ არ დამთავრდება. იტალიას აქვს ძალიან დიდი ვალი, 100-120%. საბერძნეთის და ესპანეთის თემა კარგად მოგეხსენებათ ბოლო ხანებში იქ რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს 30%-იანი თანაფარდობაც კი საგარეო ვალისა მთლიან შიგა პროდუქტთან არის გაცილებით საშიში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვენი სახსრებიდან გამომდინარე, ჩვენი გამომუშავებული პროდუქციიდან გამომდინარე არ ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ საქართველოს 4-5-ჯერ უფრო მეტ პროდუქტს იმპორტი 4-5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ექსპორტი. ეს არის ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია და საშიში ტენდენცია. მეორე ცუდი ტენდენცია არის ის, რომ ჩვენ ბოლო წლებში დავიწყეთ საქართველოში იმის შემოტანა, რის არა მარტო წარმოება შეგვიძლია საქართველოში და დაკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობის, არამედ საექსპორტოდ გატანაც კი შეგვიძლია. აბა ნორმალური სიტუაცია საქართველოში, როცა შემოგვაქვს ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ისეთი სახეობები, როგორც არის კარტოფილი, ხახვი, კიტრი და პამიდორი. საქართველოს თავისუფლად შეუძლია არა მარტო საქმის სწორი ორგანიზების პირობებში, არა მარტო საკუთარი მოსახლეობა დააკმაყოფილოს ამ და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სხვა პროდუქციით საკუთარი მოსახლეობა, არამედ საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ექსპორტიორიც გახდეს. იგივე გადამამუშავებელი პროდუქციის თაობაზე უამრავი შემოდის გადამუშავების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადამუშავებული სახით მურაბების, ჯემების და ასე შემდეგ, როცა საქართველოს ჯერ ერთი უზარმაზარ გამოცდილებას ფლობდა და პოტენციალი დღესაც გააჩნია ამ დარგების განვითარებისათვის და ამიტომაც აქ მიზეზები ყოველთვის არის ძალიან საინტერესო. რატო ხდება ასე? ვის არ აინტერესებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება? რატო ხდება უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ექსპორტი, იმპორტი და არა ექსპორტი? აქ რა თქმა უნდა შეიძლება ძალიან ბევრ საინტერესო დასკვნაზე გასვლა, რომელიც სავსებით კონკრეტულია და სავსებით გასაგების გახდება, მისაღები ვერ გახდება, მაგრამ გასაგები გახდება თავისი мотиваციები და თავისი საფინანსო დაინტერესებებიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში ეს თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია რომ ვალი ქვეყანას ექნება ყოველთვის. თავარია როგორც მოგახსენეთ, უნდა ხდებოდეს ორ საკითხზე უნდა ხდებოდეს ყურადღების განახვილება. აღებული ვალი უნდა გამოყენებული იყოს იმისათვის, რომ მდგომარეობა ქვეყნის უმჯობესდებოდეს. პირველი და მეორე. გარედან მიღებული სახსრების ინვესტირება უნდა ხდებოდეს საქართველოს მეურნეობაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა წარმოებულ დარგებში. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც მინდა მოგახსენოთ, არის საკითხი დაკავშირებული დემოგრაფიულ პროცესებთან, რაც საქართველოში მიმდინარეობს. მოგახსენებათ, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს ოფიციალური მონაცემებით შეადგენს დაახლოებით 4,5 მილიონ ადამიანს. წინა წლებში 20-30 წლის წინ თუ მეხსიერება არ გვალატობს, ქართველები
იმ 5.9 მილიონში, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს დაფიქსირდა საქართველოში უკანასკნელი აღწერის შედეგად, შეადგენდნენ 65%-ს, შეიძლება მეშლება რამდენიმე პროცენტი. დღეს საქართველოს მოსახლეობაში 80%-მდეა ადგილობრივი მოსახლეობა ქართველები. მაგრამ ტენდენციებია ძალიან საყურადღებო. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, თუ გაგრძელდა ის დემოგრაფიული პროცესები, რაც დღევანდელ საქართველოს ახასიათებს, 15, 20, 25 წლის შემდეგ საქართველოში ქართველები შეიძლება შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ახალი ცნობაა შედარებით. შარშან ინგლისში ყველაზე პოპულარული სახელი 2009 წლის შედეგებს გულისხმობთ. ყველაზე პოპულარული სახელი ახალშობილებში იყო მოჰამედი. პირველად მოხდა, რომ არც ჯეკი და არც ოლივერი არ გავიდა პირველ ადგილზე. გავიდა და არა ჯონი და რიჩარდი, გავიდა მოჰამედი. ეხლა მე მგონი ყველას კარგად გვესმის, რომ აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ინგლისელები, ძირძველი ინგლისელები თავის შვილებს არქმევენ ამ კლასიკურ აღმოსავლურ მუსლიმანურ სახელს. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ძალიან იზრდება ინგლისის მოსახლეობაში იმ მოსახლეობის რაოდენობა არაბულის მუსლიმანური სამყაროსი იმდანად იზრდება, რომ ეს ასეთ სტატისტიკაშიც კი ეს გამოჩნდა. მე არ მინდა არავითარი ანალოგიების გატარება. საქართველოში მე დარწმუნებული ვარ, გიორგი იქნება უცვლელი ლიდერი ახალშობილთა სახელებს შორის, როგორც არის ეს წლების განმავლობაში. მაგრამ დაკვირვება და ყურადღება ამ პროცესებს შეიძლება აუცილებლად. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი სფერო, დემოგრაფიული საკითხები. მეორე დიდი საყურადღებო პროცესი გახლავთ მოსახლეობის დაბერება. ეს განსაკუთრებით სადღეისოდ ევროპას ახასიათებს. ისეთ ქვეყნებში, როგორც არის იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ძალიან იზრდება არაშრომის უნარიანი მოსახლეობის რაოდენობა. 25%-ზე მეტია უკვე. თავისთავად თითქოს განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის. სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში განვითარებული სახელმწიფო ქვეყანა უზრუნველყოფს თავის პენსიონერებს აუცილებელი პირობებით ღირსეული ცხოვრებისათვის, მაგრამ თავად პროცესი რასაკვირველია არის საყურადღებო და საქართველოშიც ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს. მოსახლეობა პერდება. ამას თუ დავუმატებთ, რომ შრომის უნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოდან ბოლო წლებში ეს ნაკლებად არის თუ არ ვცდები, მაგრამ 2000-იანი წლების მიჯნაზე ძალიან ბევრი გავიდა ქვეყნიდან. დაბრუნდა ნაწილი, მაგრამ არაადეკვატური რაოდენობა წასულების და დაბრუნებულების. და ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის სოციალური პრობლემები. ქართველები სიხარული საქართველოს არ ტოვებენ არასოდეს, თუ არა და უკიდურესი აუცილებლობა, უკიდურესი გაჭირვება, რამაც აიძულა ძალიან ბევრი ქართველი მამაკაცი, ქართველი ქალბატონი გადახვეწილიყო უცხოეთში და იქ მოპოვებული გარკვეული სახსრებით ერჩინა თავისი ახლობლები საქართველოში. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი საკითხებია გადასაწყვეტი საქართველოს უახლოეს მომავალში. მე მოგახსენებთ რამდენიმე ხნის წინ, რომ გარკვეულ კოლეგებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ საქართველოს დღევანდელი სურათის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი.
სხვა დოკუმენტით შევადგინეთ ჩვენ ასევე ამ ჯგუფის მიერ ეს არის საქართველოს პოტენციალი რაც წარმოადგენს დღევანდელი საქართველოს ბუნებრივი რესურსები. აქაც საკმაოდ ვრცელი და ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპურატებო მასალაა თავმოყრილი და ყველაფერი ეს გაკეთდა რა მიზნით? იმ მიზნით, რომ შემუშავდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია 20 წლიანი ვადით 2030 წლამდე დაახლოებით. საკვირველია, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს 20 წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას ეს ან არ დაუსახია ასეთი ამოცანა, არ დაჭირვებია ამ საკითხებზე ფიქრი, მაგრამ განა შეიძლება რომ ოჯახი ჩვეულებრივი ცხოვრობდეს გარკვეული გეგმის გარეშე, გარკვეული მიზნების და გარკვეული გათვლების გარეშე, უახლოესი პერიოდის 1 წლის, 2 წლის და ასე შემდეგ როგორი ცხოვრობს და სხვა და სხვა. და სახელმწიფოსთვის ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი. ჩვენ იმედი გვაქვს რომ რა თქმა უნდა ეს სერიოზული შრომას მოითხოვს, სერიოზულ რესურსებს მოითხოვს ასეთი კონცეფციის შექმნა და საკმაოდ დიდ კოლექტივს საკუთარი ძალებით ალბათ ჩვენ ამას ვერ მოვერევით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ და იმედი გვაქვს რომ გამოჩნდება ის მხარდამჭერები, რომლებიც ამ ჩვენი საზრით ძალიან მნიშვნელოვან საჭირო საკითხს ხელს შეუწყობენ. საქართველოს განვითარება და საქართველოს მომავალი თითოეული ჩვენთაგანისთვის, ქვეყნისათვის, მომავალი თაობებისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მას ჭირდება მუდმივი ყურადღების მიქცევა.